სიმართლე რომ გითხრათ ამ თემაზე არ ველოდი თუ იქნებოდა ჩართვა, იმიტომ რომ დიდად არანაირი ინტერესი არ მაქვს ამაზე საუბრის და კომენტარების კეთების. ჩემი აზრით, არა იმიტომ რომ რაღაცა სუბიექტურად არ მინდა ამაზე ლაპარაკი, არამედ იმიტომ რომ არავითარი პროცესი არ არის ეს ჩემი აზრით. არანაირი პროცესთან არ გვაქვს საქმე და არავითარი განსაკუთრებული მოლოდინები ამ ყველაფრიდან არ უნდა შეიქმნას. ისედაც დაზაფრულია მოსახლეობა, ისედაც მუდმივად რაღაც იმედგაცრუების მდგომარეობაშია და ეხლა მორიგ-ჯერზე რაღაცა დიდი მოლოდინების შექმნა რო აი ეს აუმხედრდა და არიქა რაღაცა გმირობას ჩაიდენს, ნამდვილად მგონია რომ ღრმად არასერიოზულია. არავითარ პროცესთან არ გვაქვს საქმე, ეს არის რაღაცა ფრაგმენტული სიბრაზის და თან როგორც მას ჩვევია გაუთვლელი სიბრაზის გამოვლენა. მეორე წერილში ვნახეთ რომ უცბად უკან დაიხია და ბიძინა ივანიშვილი გაქრა სცენიდან. მე არ მაქვს მოლოდინი, აბსოლუტურად არავითარი ნულოვანი არის ჩემი მოლოდინი, რომ მას ეყოფა ან გამბედაობა, ან პოლიტიკური გამჭრიახობა, ან ზოგადად ინტელექტი, რომელიც არ აქვს, რომ რამე ისეთი გააკეთოს თქვას, განაცხადოს საზოგადოებისთვის ნათელი მოფინოს, რაც ჩვენს ქვეყანას წაადგება და ქვეყნის განვითარებას წაადგება. იმიტომ რომ ყველაფერი რაც შეეხება აი ამ მაფიოზურ პროცესს, რომელიც ქვეყანაში მიმდინარეობს უკვე დიდი ხანია, როცა რაღაცა მაფიის შიგნით ერთმანეთთან საქმეებს არჩევენ ადამიანები და პატიმრობაში უშვებენ მერე უფრო სუსტებს და დამარცხებულებს, არა იმიტომ სინამდვილეში რა დანაშაულებით ჩაიდინეს, არამედ იმიტომ რომ მაფიის ერთმა კლანმა მეორე კლანი დაამარცხა. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პროცესი და თუ ამის შესახებ ვინმე მზად არის რომ ქართული ოცნების შიგნიდან ილაპარაკოს, ეს მხოლოდ მისასალმებელი იქნებოდა, იმიტომ რომ ეს ჩვენს ქვეყანას წაადგებოდა. მაგრამ მე ამის მოლოდინი არ მაქვს, მას არ ეყოფა, არც გამბედაობა, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, არც პოლიტიკური გამჭრიახობა, იმიტომ რომ ორივეს დეფიციტი აქვს და არც ინტელექტი, რომელიც უბრალოდ არ აქვს. ამიტომ ეხლა შეუძლებელი არის, რომ ასეთ დროს რაიმე განსაკუთრებული მოლოდინები გქონდეს. ერთადერთი, დიახ, ჩვენ შეიძლება ვნახოთ პერიოდულად რაღაცა ემოციური ამოფრქვევები, იმიტომ რომ გაბრაზდება, იმიტომ რომ მის ოჯახზე ზეწოლა დაიწყება, რაც ასევე ამ მაფიოზური პროცესის ნაწილია. მაგრამ ეს სისტემისთვის ახდილი ფარდა არის თუ უბრალოდ ორ ივანიშვილის კართან ორ მებრძოლ შორის დაპირისპირება, რომელიც საზოგადოებისთვის ნაკლებად საინტერესო უნდა იყოს. როგორ ფიქრობთ? კი, მე ვფიქრობ, რომ ეს არის ივანიშვილის ამ მაფიოზური დაჯგუფების ორ კლანს შორის დაპირისპირება, სადაც ღარიბაშვილები დამარცხდნენ, გასაგები თამაზაშვილები და ღარიბაშვილები დამარცხდნენ და შესაბამისად უყურებთ იმას, რასაც უყურებთ. არაფერი ამაში მოულოდნელი არ არის, უბრალოდ სამწუხარო ის არის, რომ ადამიანები, რომლებიც ჩემი აზრით ნამდვილად იმსახურებდნენ მართლმსაჯულების წინაშე წარდგომას და შემდეგ სამართლიან სასამართლოს უნდა განესაზღვრა და დაედგინა სიამდვილეში დანაშაულთან ჰქონდა თუ არა საქმე, რა სახის დანაშაულთან ჰქონდა საქმე, რა ტიპის სასჯელი უნდა დამდგარიყო. აი ეს შესაძლებლობა საზოგადოებას პრაქტიკულად მოესპო. ან არის მოლოდინი რომ მოესპო, იმიტომ რომ ჩვენ არ ვიცით რა წერია იმ საპროცესო გარიგებაში, რომელიც მასთან დაიდო. თურმე დაიდო. როგორი ხელისუფლებაც არ უნდა მოვიდეს ხვალდაზეგ ერთი ამავე დანაშაულისთვის ორჯერ არასამართლებენ. ამიტომ ეს პროცესი ჩავთვალოთ რომ დასრულებულია ამ ეტაპზე. ძალიან საინტერესო არის. მაშინ მოდით გავასამართლოთ გამარჯვებულები. ცნობილი გამონათქვამის პერიფრაზი რომ მოვახდინო. კობახიძემ ქვეყანა მიიყვანა უმძიმესი სანქციების რისკის წინაშე დააყენა. ამერიკული სანქციების ზღვარზე არა მხოლოდ ქართული ოცნების რომელიმე მაღალჩინოსანი, არამედ მთელი ქვეყანა, რადგან იმ დროს, როდესაც დონალდ ტრამპი ყველა იმ ქვეყანას უმკაცრესი შეზღუდვებით ემუქრება, ვინც ირანის ეკონომიკას ეხმარება, საქართველო თეირანთან ავტოიმპორტის თუ ექსპორტის მაჩვენებლით რეკორდულ ნიშნულზე ავიდა. არც მინდა გავიმეორო რიცხვები, რასაც ვკითხულობ, იმიტომ რომ 78,000% არის გაზრდილი სავაჭრო მიმოსვლა ირანთანო. კაპიტან თინა,
თქვენ უფრო მიგიწვდებათ ხელი ამ ტიპის ინფორმაციებთან, რა შეიძლება დაემუქროს ასეთი ფაქტების შემდეგ ქვეყანას და აგვიხსენით თუ შეიძლება ეს სადავართ ახლა და რატომ გადავწყვიტეთ ისეთ ქვეყნებთან ჩახუტება ურთიერთობების გამყარება, რომლებიც ერთმანეთს ამყარებენ ტერორიზმის დარგში. რუსეთს და ირანს გულისხმობ, ბუნებრივია და ჩვენ ხედავთ თუ რუსეთი აწმყომტერია, ისტორიული მტერი ირანი იყო და იმათთან ჩახუტებას ქართული ოცნება ცდილობს თან იმ ფონზე, რომ ისტორიის გადაწერას ახერხებს, კი არ ახერხებს, მაგრამ ცდილობს ყოველ შემთხვევაში პერმანენტულად. ისტორიულ წრებთან წავალთ საქართველოს ბევრი მტერი ყავდა ისტორიულად სხვადასხვა ეპოქაში და სხვადასხვა საუკუნეში, ამიტომ არ ამგონია რომ ამ თემას უნდა განსაკუთრებით ჩაუღრმავდეთ. ჩვენი ყველა მეზობელი ისტორიის რაღაც მონაკვეთში ჩვენი მტერი იყო და ეს ჩვეულებრივი ამბავი იყო. აქ პრობლემა ამაში არ არის, პრობლემა მდგომარეობს იმაში, რომ აპელირებდა ამაზე ყოველთვის და ამიტომ კი, მესმის, უბრალოდ ჩვენ ვავყვებით და იგივე ტერმინოლოგიით და იგივე ფრაზებით დავიწყებთ საუბარს, იმიტომ რომ ეს არაფრამდე არ მეგვიყვანს. მივიღე შენიშნა. კი, არა, შენიშნა არ არის უბრალოდ ჩემი პოზიცია არის. ხო, დავიწყოთ მოკლედ თქვენი კითხვა ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომ განსაკუთრებით ის მეორე ნაწილი, რომ რატომ, ხო? აი ამ კითხვაზე პასუხი, რატომ, როგორ მოვედით აქ და რატომ არის ახლა ეს ვითარება, რატომ აკეთებს ამას ქართული ოცნება? ამაზე პასუხი შეგვიძლია ძალიან გრძელი პასუხი გავცეთ და მრავალპლანიანი, მაგრამ არსებობს უფრო მოკლე ვარიანტი ვერსიაც ამ პასუხის. იმიტომ რომ მან ჩაიხერგა გზა ყველა სხვა მიმართულებით, რომელიც ცივილიზებულ სამყარომდე მიიყვანდა ქვეყანას, აცნობიერებს, რომ რაღაცა ტიპის საერთაშორისო ურთიერთობები ჭირდება, ანუ სუნთლად ახლა იზოლაციაში ვერ იქნება. მართლა როგორც ერთმა ცნობილმა დეპუტატმა ბრძანა ზესტაფონში ჩასვლას ხო არ ამიკრძალავენ და მარტო ზესტაფონში ხო არ ივლიან, ამიტომ და ამასობაში მან დაინახა სერიოზული ინტერესთა თანხვედრა. ანუ რეალობა რა გვაქვს? ეს სამი სახელმწიფო, რუსეთი, ჩინეთი და ირანი სხვა მაჩვენებლებთან ერთად, თქვათ მართლობის სტილის, ავტორიტარიზმის და ასე კიდევ რითი არიან მსგავსნი, ხო? მათ საერთო მტრები ყავთ იდენტიფიცირებული და ეს მტერი არის დასავლური სამყარო, ეს არის ცალკე აღებული ამერიკის შეერთებული შტატები, ცალკე აღებული ევროკავშირის სახელმწიფოები, თავად ევროკავშირი, ნატო. პრაქტიკულად ყველა დოკუმენტში, რომელიც ამ სამი სახელმწიფოს სახელით გამოსულა სტრატეგიულ დოკუმენტებში, ეს სრულიად ცოცხლად შავი თეთრზე წერია. ეს არავისთვის საიდუმლო არ არის და საჯაროდ ხელმისაწვდომი ინფორმაცია. საერთო მტრის წინააღმდეგ ბრძოლა ერთიანებს მათ და ქართული ოცნების მთელი რიტორიკა და მთელი პოლიტიკა განსაკუთრებით უკრაინაში რუსული აგრესიის დაწყების შემდეგ იგივე მტრებზე საუბრობს, იგივე მტრების იდენტიფიცირებას შეეხება, იგივე მტრებთან, იგივე რაღაცა მათ მიერვე შექმნილ ვირტუალურ სამყაროში იქნევს მუშტებს და ამ ვირტუალური სამყაროს მეორე მხარეს დგანან სწორედ ნატოს წევრი სახელმწიფოები, თავად ნატო როგორც გაერთიანება, ევროკავშირი და სხვა. აი ეს კაცი, რომელზეც გადაცემის დასაწყისში საუბარი დავიწყეთ, იყო ერთ-ერთი პირველი, რომელსაც საჯაროდ მათ შორის საერთაშორისო ფორუმზე, გვახსოვს ყოველს გლობსექსზე, პირდაპირ ღიად დაადანაშაულა ნატო იმაში, რომ მისი ბრალია თურმე რუსული აგრესიის დაწყება უკრაინაში. ხომ ეს იყო და არის და რჩება ქართული ოცნების პოლიტიკა ესკალირებულია, გაცილებით უფრო დამძიმებულია, ვიდრე ვთქვათ იმ გლობსეკის დროს იყო. ყველა მხრიდან, ყველა ტრიბუნიდან, ყველა ჩართული მიკროფონიდან ეს გვესმის მხოლოდ და მხოლოდ. ასეთ დროს და ასეთ ვითარებაში, რა თქმა უნდა, ქართულმა ოცნებამ რაიმე განსაკუთრებული სხვა არჩევანი საკუთარი თავისთვის აღარ დატოვა, რაიმე სხვა განსაკუთრებული წასასვლელი მას აღარ აქვს და ბუნებრივად მიეკედლა იმ ქვეყნებს, რომელიც პირველი, რომელთანაც გონია, რომ საერთო მტერი ყავს, მეორე, რომელიც მისგან არაფერს არ ითხოვს, არც დემოკრატიას, არც ადამიანის უფლებების დაცვას, არც მართლობის სისტემის გაუმჯობესებას, არც საბაზრო ეკონომიკას, არც კორუფციისგან ქვეყნის გათავისუფლებას და აი ასე უპირობოდ მზად არის თანამშრომლობისთვის, თუკი თბილისი მზად იქნება მათ შეეკრას ამ საერთო მტრის, ანუ დასავლეთის ნატოს და ევროკავშირის წინააღმდეგ და მესამე ქართული ოცნებისთვის მისაღები მოდელური მართვის მოდელი არის ზუსტად ის, რასაც თავადობს ჩინეთი, ირანი, რუსეთის ფედერაცია. მართლობის მოდელი.
ანუ ერთპარტიული სისტემა, ერთ ვერტიკალზე გასწორებული, არავითარი ძალაუფლების და ხელისუფლების დანაწილება, არავითარი ერთმანეთს მაკონტროლებელი სახელისუფლებო შტოები, არავითარი თავისუფალი სასამართლო, არავითარი თავისუფალი მედია და სხვა. შესაბამისად, ვფიქრობ, რომ არჩევანი ძალიან ბუნებრივია და სწორია, ხო, მათი ამ გადასახედიდან და ქართული ოცნების თვალთახედვიდან თუ შევხედავთ. ეხლა ამის მერე უკვე ის ყველაფერი, რასაც უყურებთ ვაჭრობაში, ეკონომიკურ ურთიერთობებში, ეს უკვე შედარებით, რა თქმა უნდა, თავისი არსი პატარა საკითხები არ არის, მაგრამ უკვე შედარებით პატარა საკითხებია იმ სტრატეგიულ ხასთან შედარებით, რომელიც ქართულმა ოცნებამ აირჩია. ხო, ეს ბუნებრივი ლოგიკური გაგრძელება. კი, აი ამაში გეთანხმებით, თქვენ აბსოლუტურად სწორი ხართ, კაპიტანი თინა, მაგრამ ამის პარალელურად ჩვენ ვხედავთ მაგალითად კობახიძე, რომელიც დგას მედიასთან და იწყებს ისეთი დოკუმენტის აქტუალიზაციას, რომელიც არის სამარცხვინო საქართველოს ისტორიაში, ეს არის გეორგიევსკის ტრაქტატი. ანუ თქვენ რასაც ამბობთ, ამ ყველაფერს აქვს თავისი ლოგიკა, მაგრამ რაში დასჭირდათ რუსეთთან გაფორმებული დამღუპველი დოკუმენტის აქტუალიზაცია? აი ამ ლოგიკას ვეღარ ვპოულობ მე პირადად. თქვენ თუ იპოვეთ, სიამოვნებით მოგისმენდით. კი, რა თქმა უნდა, ესაც ხომ იგივე ისტორიის გაგრძელება, უბრალოდ იგივე ჯაჭვის რგოლია. ყველაფერი, რაც ქმნის ბარიერს, დისტანციას რუსეთთან, უნდა აილაგმოს, უნდა გაქრეს. გეორგიევსკის ტრაქტატით იწყება რეალურად ჩვენი საქართველოს და რუსეთის ურთიერთობების ტრაგიზმი, ხომ? გეორგიევსკის ტრაქტატით აღებული ვალდებულებების რუსეთის მხრიდან ღალატის, საქართველოს მიტოვების დროს და მოხდა ყველაფერი ის, რაც მერე მოხდა იმ ორი საუკუნის ორი მიტოვება იყო ერეკლეს სიცოცხლეში. მე ახლა ამ სიტყვათა წყობას ვიყენებ, იმიტომ რომ კობახიძემ უპასუხა ჟურნალისტს, რომ სანამ ერეკლე მეორე ცოცხალი იყო, მანამდე რუსეთი ასრულებდა თავის pirobebsო. ეს მესმის, რომ ისტორიის ან აღამ ახმატხანის შემოსევა, ან ხო, ყველაფერი გამოტოვა, ან არ იცის. ფილტვების ანთება ქონდა სკოლაში არ დადიოდა ეთყობა, დროს როცა წარის ის გასწავლდნენ. ხო, ანუ ან არ იცის, ან ასეთი ცუდი წარმოდგენა აქვს საქართველოს მოსახლეობაზე. და გვაიძულებს, რომ ჩვენც დავივიწყოთ. ეს ყოველთვის პუტინის საყვარელი საქმიანობა. ისტორიის გადაწერა. ამ კითხვაზე პასუხი ზუსტად ეგ არის მისი ამოცანა, რომ უნდა ყველა ფურცელი ამოიშალოს. არ გამოვრიცხავ საქართველოს ისტორიის სკოლის სახელმძღვანელოებშიც ეს ყველაფერი განსხვავებული ფორმულირებებით და განსხვავებული ვერსიებით შესთავაზონ ბავშვებს, იმიტომ რომ ეს ხო ჩვეულებრივი ამბავია, ჩვენ საბჭოთა კავშირში ვცხოვრობდით, მე საბჭოთა სკოლაში დავდიოდი და ძალიან ბევრ რამეს საბჭოთა სკოლაში მასწავლიდნენ სრულიად განსხვავებულად, ვიდრე სინამდვილეში იყო, ხო? ბევრ რამეს სრულიად სხვა სახელი ერქვა, ვიდრე სინამდვილეში ისტორიული ფაქტები და მოვლენები იყო. ამიტომ ეს არის ტოტალიტარიზმის თანდები და მახასიათებელი. ტოტალიტარული სახელმწიფოს შენარჩუნებას სჭირდება უამრავი საცეცი, უამრავი სისტემური რეფორმა, რომელიც უზრუნველყოფს ამ ტოტალიტარიზმის შენარჩუნებას და სკოლა ერთ-ერთი მნიშვნელოვანია, სკოლის სახელმძღვანელო იდეოლოგია, რომელთაც ამზადებ ბავშვებს, არის ერთ-ერთი ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი. მოკლედ ახლა იმედი მაქვს, რომ აქამდე საქმე არ მივა და ამდენი ხანი არ უწერიათ მათ პოლიტიკური სიცოცხლე, მაგრამ ის, რასაც ჩვენ ვისმენთ ამ დღეების განმავლობაში, ჯერ საერთოდ ეს რა არის? ეს საერთოდ რას ნიშნავს? პრემიერ-მინისტრი ხო გონია თავისთავად? ქვეყნის პრემიერ-მინისტრი პრეს-კონფერენციებს გვიტარებს ისტორიის გაკვეთილებით. ერთ წუთი თავი გავანებოთ, წყვილს ლაპარაკობს თუ სიმართლეს, ერთი წუთით ეს გვერდზე გადავდოთ. თავისთავად ეს რა მოვლენაა? აი თავისთავად რა მოვლენაა, რომ პრემიერ-მინისტრი ნიშნავს საგანგებო ბრიფინგს, როდესაც მთელი საზოგადოება დაზაფრულია, ღარიბია, შიერია, წყალდიდობამ წაიღო თბილისი, რა ვიცი, იქით ყოფილი პრემიერი ედავებათ იმას, რასაც ედავებათ და ამასობაში
აი ეს კაცი პრესკონფერენციას აანონსებს, ყველას აქვს ბოლოდინი, რომ იმ დაგროვილ კითხვებს გასცემს პასუხს, თბილისის წყალდიდობაზე ილაპარაკებს, პრობლემებზე, რომელიც ქვეყანაში დაგროვდა და უცებ ისტორიის გაკვეთილს ატარებს. ანუ ეს მე მგონი, ეს ყველაფერი რას ჩემი აზრით, გიჩვენებს? ძალიან რისთვის კარგი ამზადებს ნიშანია ერთის ოცნებას მხრივ. ქვეყანას? რისთვის ემზადებიან თვითონ? კაპიტულაცია შეიძლება დავასრულებ დავარქოთ. წეანდებას. ერთის მხრივ კარგის ნიშანია, იმიტომ რომ რადგან ირაკლი კობახიძე თulis რომ ამ თემებზე თავად უნდა ილაპარაკოს, ირაკლი კობახიძე თulis რომ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა საგანგებო ბრიფინგი უნდა ჩაატაროს, რომელზეც ისტორიას მოგვიყვება. ეს იმას ნიშნავს, რომ ძალიან ცუდად აქვს საქმე, ძალიან უჭირთ. აღარ არსებობენ ადამიანების ის კრიტიკული მასა, კრიტიკული რაოდენობა, სანდო ადამიანების საზოგადოებისთვის ანგარიშგასაწევი, მათი მომხრეების. იმიტომ რომ ახლა ამ ბრიფინგებს რო ატარებს, ჩემთვის რა თქონთვის ხო არ ატარებს არა, მან ხო ზუსტად იცის, რომ ჩვენზე ეს არ მოქმედებს. ეს ყველაფერი ხდება მათი მომხრეებისთვის და მათი მომხრეებისთვის არავინ აღარ დარჩა. აღარავინ აღარ არსებობს და ამიტომ მათი აზრი და მათ რომ წარმოდგენაში ყავთ ყველაზე უფრო მძიმეწონიანი, აი ეს მძიმეწონიანი კაცი პრემიერ-მინისტრი ოქია, ის ატარებს ისტორიის გაკვეთილებს. ეს ჩემთვის ძალიან პოზიტიური ამბავია ამ თვალსაზრისით, რომ სერიოზული კრიზისი აქვს ადამიანური რესურსების, ნდობის, მათ შორის ხაზგასმით ვამბობ კიდევ ერთხელ, თავად ქართული ოცნების ამ მომრჩეველში ნდობის. აი პაპუაშვილსაც კი არ ჩაატარებინეს, თვითონ ჩაატარა. ეს ამნიშნულოვანი დეტალი იყო ჩემთვის ერთადერთი პოზიტივი ამ ისტორიაში. თქვენი აზრით ეს არ იყო იმის საჩვენებლად თუნდაც რომ როგორც ქვეყნის ეგრეთ წოდებული პირველი პირი რუსეთის მაამებელ სახეთ წარმოჩენილიყო. ულმე რუსეთის მაამებელ ძალიან შემეშინდა როცა ამ ბრიფინგს უყურე და მივხვდი რომ რაღაცა უბედურებისთვის გვამზადებენ. მე გეტყვით ეხლავე რუსეთის საამებლად მას შეეძლო პრესკონფერენცია ჩაეტარებინა მაგალითად რუსი ტურისტების პოზიტიური როლის შესახებ ქართულ ეკონომიკაში. ნუ არც ანუ უამრავ თემას შეგვიძლია ახლა მე და თქვენ მოვიგონოთ აქ. რაზეც მას შეეძლო როგორც პრემიერ-მინისტრს ელაპარაკა და თან ცოტათი მაინც ახლოს ყოფილიყო ანუ ასეთ რამეებზეც ლაპარაკობს არც უმაგისობა ამ ქვეყანაში. ასე ფრაზებსაც ის ხოლმე შიგადაში. ხო, მაგრამ საქმე იმაშია რომ როდესაც ყველაფერზე მას უწევს ლაპარაკი. ყველაფერზე. შაჰაბასთან დაწყებული იმითი რა ქვია ეკონომიკით დასრულებული აი ეს არის მნიშვნელოვანი ამბავი ჩვენთვის და საინტერესო და კარგი ამბავი იმ თვალსაზრისით რომ მის ამომრჩეველში ქართული ოცნების მხარდამჭერებში პრაქტიკულად აღარავის აღარ აქვს ლეგიტიმაცია, აღარავის არ უსმენენ და ამიტომ იძულებულია რომ თავად ილაპარაკოს ამ ყველაფერზე და ეს ჩემი აზრით საკმაოდ აი ქართული ოცნების ამომრჩეველზეც შემიძლია ვთქვა ერთი ორი სიტყვა. ქართული ოცნების ამომრჩეველთა რაღაცა 100% ბიძინა ივანიშვილის თაყვანისმცემელია, მაგრამ აქედან რამდენი პროცენტი რჩება რუსეთის თაყვანისმცემლად, ეს უკვე სადაო საკითხი უნდა იყოს ჩემი აზრით, იმიტომ რომ ქართული ოცნების ამომრჩეველთა შორის არიან ადამიანები, ვინც ქვეყნის რუსეთისთვის ჩაბარებას დიდი ეჭვი მაქვს, რომ ყველა ხელს არ მოაწერს. ხო, ალბათ, მეც ძალიან დიდი იმედი მაქვს, მაგრამ სიმართლე რო გითხრათ, უკვე აღარ მაქვს ისეთი ოპტიმიზმი, როგორც მაგალითად 2 წლის წინ მქონდა, მათ რაოდენობას და მათ პროცენტულ წილთან დაკავშირებით, იმიტომ რომ ამ 2 წლის განმავლობაში და უკვე 4 წლის განმავლობაში იმდენი რამ მოხდა, ისეთი სისწრაფით, ისეთი მასშტაბით ისეთი ფორმები, მახინჯი ფორმები მიიღო ამ ყველაფერმა, ისეთი დამაზიანებელია, იმდენად საშიშია, იმდენად აი რაღაცნაირად განსამოქს, როგორ ხელი შეგვიძლია მოვკიდოთ რაღაცა ვერსიას ახალი გეორგიევსკის ტრაქტატის. ეს ყველაფერი იმდენად ნათელია. შეიძლება რაიმე დოკუმენტის სახე მიეცეს. უკვე აღარ მჯერა რომ აი მოდით აი დავუშვათ ყველაზე ცუდი ვერსიები, რაზე შეიძლება წავიდეს ქართული ოცნება. შეიძლება რუსეთთან ურთიერთობას რაიმე ტიპის დოკუმენტის სახე მისცეს? რაც კი, ეს დოკუმენტი შეიძლება იყოს დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის შესახებ. მათ ვიღაცის თავში შეიძლება ეს იხარშება როგორც ყველაზე უფრო მარტივი და ნეიტრალური პირველი ნაბიჯი. მე საერთოდ არ გამოვრიცხავ ამას, რომ წლის ბოლომდე
ჩვენ შევესწროთ ვითარებას, როდესაც თბილისი დაიწყებს საუბარს, შეიძლება მოსკოვმა დაიწყოს საუბარი, ამას არ აქვს მნიშვნელობა პირველი ვინ დაიწყებს საუბარს, მაგრამ თბილისის შეყვება შევა საუბარში დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის შესახებ. ეს ჩემი აზრით თუ რაიმე გეგმა არსებობს ამ მიმართულებით, მაშინ პირველი ნაბიჯი ეს იქნება. კი, ამაზე უკვე დაიწყო საუბარი მარია ზახაროვამ, ლავროვის უწყების პრეს-სპიკერმა. დღეს ისიც, ისევე როგორც მანამდე კობახიძე საუბრობდა რუსოფობიაზე და იმაზე, რომ საქართველოში მისი მოქალაქეები უნდა იყვნენ დაცული. ეს ცნობილი რუსული პოლიტიკაა და ამ ფორმით ხშირად ისინი შევიდნენ ყირიმში, ესე შევიდნენ აფხაზეთში, ასე მოძრაობს რუსეთი დამოუკიდებელი სახელმწიფოების ტერიტორიების დაპყრობისთვის. და მათ შორის მარია ზახაროვამ პირდაპირ თქვა დღეს, რომ კარგად იქცევა ქართული ოცნება, საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება, რომელიც იცავს რუს ტურისტებს და რუსეთის მოქალაქეებს საქართველოში და დროა დავიწყოთ დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა. ანუ რაც თქვენ წეღან თქვით, ის უკვე დღეს მოხდა. ანუ დაიწყეს უკვე საუბარი რუსეთთან. არა, მე რა თქმა უნდა, უბრალოდ მე მასწავლებ, რომ თბილისიც გააკეთებს ამაზე ჩემი აზრით განცხადებას. კი ბატონო. თვითონ სიტყვა რუსოფობია, რომელიც მგონია რომ მაინც არ არსებობს, იმიტომ რომ აგვისტოს ომის დღეებშიც კი, როცა პერიოდულად როგორც ჟურნალისტ მიწევდა თბილისსა და გორის ტრასას შორის ტყუიების რისკის ქვეშ სიარულისა, თბილისში იყვნენ რუსი ტურისტები და ისინი არც არავის დაუყაჩაღები, არც არავის მოუკლავს და ფობია არ გამოგვიჩენია მათ წინააღმდეგ. რატომ დაიწყო ამაზე საუბარი კობახიძემ? ამ საკითხის ხელოვნურად აქტუალიზაცია და სარისკო ნიშნულში გადაყვანა რისი მაჩვენებელი შეიძლება იყოს? კი, ჩვენ არ ვართ მოძალადე ერი, ამიტომ იმის მიუხედავად, როგორი ემოციური განწყობა გვაქვს ვინმეს მიმართ, თუ არ ხდება პროვოცირება, პირდაპირი ნიშნულობით და პირდაპირი გაგებით, პროვოცირება და დაგეგმვა სუსის მხრიდან, ხელისუფლების მხრიდან, ქართველები არ ძალადობენ ეროვნული ნიშნით. ამიტომ არც რუსების წინააღმდეგ არ ყოფილა არასდროს ეს ორგანიზებული თავდასხმები და შეტევები და დიახ, რუსი ტურისტები ისევე როგორც ის რუსები, რომლებმაც დატოვეს რუსეთი უკრაინის ომის დროს, მშვენივრად გრძნობენ თავს საქართველოს. სიმართლე გითხრათ, საერთოდ არ მსიამოვნებს ეს, რომ ეს ძალიან გადამეტებულად მშვენივრად გრძნობენ თავს, რომ კონცერტებს გვიმართავენ და აგვისტოს ომის დღეებში განსაკუთრებით იმებს ბედავდნენ, რასაც ბედავდნენ. ყოველ შემთხვევაში ასაც Facebook-ზე ნახულობდი მე ხა ადგილზე, არ ვიცი რა ხდება კიდევ უფრო უარესი ალბათ. ხო, ამიტომ საერთოდ არ მსიამოვნებს, მაგრამ ამასობაში ეს ადასტურებს იმას, რომ ჩვენი მხრიდან არავითარი რაიმე სპეციფიურად ძალადობრივი და ზიზღის გამოვლენის ან ეროვნული ნიშნის დისკრიმინაციის მახასიათებლებს ადგილი არ აქვს, მაგრამ ამასობაში ვიღაცას თუ აქვს განცდა, რომ რუსულად არ უნდა დაელაპარაკოს საქართველოში მყოფ რუსეთის მოქალაქეს, ხო, მე შემიძლია უცებ ერთ წუთში მოგიყვებით, ძალიან პატარა მაგალითი მოგიყვეთ 1995 წელს 95 წელს წავედი სასწავლებლად ბუდაპეშტში. მოსკოვით ვიფრინე, მაშინ რაიმე განსაკუთრება ბევრი არჩევანი არ იყო და არასოდეს არ დამავიწყდება. საქართველოს პასპორტები ახალი გამოშვებული იყო და ახალი ქართული პასპორტით ვიყავი. რა თქმა უნდა, მესაზღვრები, რუსმა მესაზღვრები ნახა, როგორც ჩანს, პირველად ნახა და ატრიალა ეს პასპორტი ვერ მიხვდა რა იყო. მომაწოდა უკან და რუსულად რატომ არა გაქვთ ჩანაწერიო და ვიყავი შერემეტიევოს აეროპორტში, ჩემს უკან სულ უცხოელები იდგნენ. ხოდებით ხო რატომ უნდა იყოს რუსულად ხო და მე რა გავიგო რა წერიაო და დანარჩენებისას როგორ იგებ მეთქი. დანარჩენებთან არ მაქვს პრობლემაო. აი ეს მომენტი ხო გასაგებია რომ რუსებს დარჩათ. თბილისში რო ჩამოდის, აქვს მოთხოვნილება და მოლოდინი რომ რუსულად უნდა დაელაპარაკო, მაგრამ ჟენევაში რო ჩადის, იქ რუსულად ხომ არ ელაპარაკება. არც რესტორანში მიმტანს და არც იმაში, რა ქვია, აეროპორტში დამხოდრს, ხომ? ამიტომ ჩვენს როდესაც გვიჩნდება ეს მოთხოვნილება, რომ არ ვუპასუხოთ რუსულად და ველაპარაკოთ იმ ენაზე, რა ენაზეც უცხოელებთან ვურთიერთობთ, იმის მიხედვით, ვინ ინგლისური იცის და ვინ ფრანგული. ეს არ არის რუსოფობია. ეს არის ძალიან ჩვეულებრივი ამბავი და რაც უფრო ჩვეულებრივი ამბავი გახდება, მით უფრო უკეთესი იქნება ჩვენი ქვეყნისთვის და ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის. ეს არ არის რუსოფობია. ეს არის ძალიან ჩვეულებრივი ამბავი. ჩემ არც ერთ მაშულმა რუსული არ იცის. უბრალოდ არ იციან რუსული, ისევე როგორც დარწმუნებული ვარ მათი თაობის ბავშვების, რა ვიცი, 90%-მა და ეხლა რა ვქნათ ამის გამო რუსოფობები უნდა ვეძახოთ, თუ რუს ტურისტს რუსულად არ ელაპარაკებიან? ეს არის ერთ-ერთი მაჩვენებელი და აბსურდია ეს, რა თქმა უნდა, მაგრამ ნუ აი ამ აბსურდთან გვიწევს გამკლავება ყოველდღიურად.
კი, ეს არის ალბათ ერთ-ერთი მაჩვენებელი და ინდიკატორი, რომ შეიძლება ჩვენი თაობა ჯერ კიდე იკავებდეს რუსებთან გარკვეული ტიპის კომუნიკაციის უნარს, მაგრამ შემდეგ თაობას უკვე ეს არ ექნება. ჩვენ საბჭოთა კავშირში დავიბადეთ სკოლაში, ვალდებულები ვიყავით, მეორე კლასიდან გვესწავლა რუსული. კაპიტენ თინა, მე საერთოდ რუსულ ბაღში დავდიოდით. ამიტომ პირველად წერა-კითხვა რუსულად დავიწყე და მე ვისწავლე ქართული ამბანი. ეს არ ვიცოდი. კაპიტენ თინა, ერთი ასეთი კითხვა მაქვს. კი, ჩვენ საუბრობთ იმ ეგზისტენციალურ კრიზისებზე, საკითხებზე, რომელიც ჩვენს ქვეყანას უდგას და არაერთი წელია, თუ არ ჩავთვლით ახლა შიდა პოლიტიკურ კულუარებს, რომელთაც დავიწყეთ საუბარი, მაგრამ ისეთი რიტორიკული კითხვა, მაგრამ ვფიქრობ ძალიან მნიშვნელოვანია. თქვენ მით უმეტეს დისტანციიდან გამოსავალს როგორ ხედავთ იმ კრიზისული მდგომარეობიდან, რომელშიც მხოლოდ ხელისუფლება არ არის. ოპოზიციაც არის უსერიოზულეს კრიზისში. აი, სად შეიძლება გადაკვეთის წერტილები იპოვოს საზოგადოებამ და ოპოზიციამ, ხელისუფლების წინააღმდეგ განწყობილმა საზოგადოებამ ბუნებრივი? ხო, მე ვფიქრობ, რომ პირველში გეთანხმებით, რა თქმა უნდა, ჩვენთვის გაცილებით უფრო მძიმეა იმ კრიზისის ყურება, რომელიც ოპოზიციაშია, ხო, ეს გვანერვიულებს, ეს გვაწუხებს, ეს არის პრობლემა, თორე ქართულ ოცნებაში რაც უფრო მეტი იქნება კრიზისი, უკეთესი არის და უფრო გაცილებით უფრო დააჩქარებს მათი გასტუმრების პროცესს. მაგრამ მე დავამატებდი კიდევ ერთ კომპონენტს, კრიზისია ზუსტად ამის გამო, რომ პოლიტიკური კლასის კრიზისი გვაქვს, კრიზისი არის საზოგადოებაშიც, იმიტომ რომ ეს საზოგადოებაც დაბნეულია, ხომ? ადამიანები 600 დღეა ქუჩაში დგანან და მე სახში რო ბრუნდებიან და Facebook-ში შედიან, აი ამას უყურებენ, რასაც უყურებენ. ეხლა არ მინდა ამაზე საუბარი დღეს და დარწმუნებულად როცა აღარა გვაქვს ამისთვის, მაგრამ და ეს არ არის მნიშვნელოვანი, მთავარი ის არის, რომ ამის გამო, ამ ყველაფრის გამო, აი ამ რაღაცა ზღვარს გადასული, რაღაცა მანიაკალობამდე მისული ვერ აუტანლობის გამო ერთმანეთის, საზოგადოების ის ნაწილიც განსაკუთრებით და სპეციფიურად ის აქტიური ნაწილი კიდევ უფრო მეტად დაზაფრულია, იმიტომ რომ საბოლოო ჯამში ყველა ხდება ყველა ადამიანი, რომელიც თავად არაპირებს პოლიტიკაში ყოფნას, ხომ? პირდაპირ მნიშვნელობით, თორე ხა ისე ყველა პოლიტიკაში ვართ, ხმას ვაძლევთ, არჩევანს ვაკეთებთ, მაგრამ თავად არ იბრძვის როგორც პოლიტიკური პარტია ხელისუფლებაში მოსვლისთვის, ყველა ეს ადამიანი საბოლოო ჯამში თავის თავს ეკითხება, კაცო, 600 დღე ქუჩაში რო ვდგავარ. დიახ, ჩემი ქვეყნის გადარჩენისთვის ვიბრძვი. ეს ნათელია, ეს ნაწილი გასაგებია და მარტივია. ქვეყანაა გადასარჩენი და ამისთვის ვიბრძვი, მაგრამ ამ ბრძოლას ჭირდება საშუალება, ხო, ინსტრუმენტი, რომელიც შემდეგ რეალიზებას გაუკეთებს სახელისუფლებო ცვლილების კვალობაზე, რეალიზებას გაუკეთებს ყველა იმ ამოცანებს, იმ პოლიტიკურ გეგმებს, რეფორმებს და ასე შემდეგ, რომელიც ქვეყნის გადარჩენისთვის არის აუცილებელი და აი ეს ინსტრუმენტი არ არის, ეს ინსტრუმენტი მოშლილია საერთოდ მისი ჩანასახოვანი მდგომარეობაც კი აღარ ჩანს უკვე. აქამდე თუ ჩანასახოვანი მდგომარეობა მაინც იყო რაღაცა მცდელობები იყო, ხო? ხან ეს ალიანსი კეთდებოდა, ხან ის ალიანსი, ხან ამ ფორმატით ურთიერთობდნენ პოლიტიკური პარტიები, ხან სხვა ფორმატით. ეხლა დღეს ყველას წინააღმდეგ ვითარებაში ვიმყოფებით და მე ყველაზე მეტად მაწუხებს ის თუ რა მდგომარეობაშია, რა ემოციური ფონი აქვს ეხლა საზოგადოების იმ ნაწილს განსაკუთრებულად, რომელსაც 600 დღეა დროშა უჭირავს და ეს დროშა არ დაუკეცია და არ შეუნახავს. რომლისთვისაც აი ქუჩაში დგომა გაცილებით ადვილია, ვიდრე ნიჰილიზმთან ბრძოლა. ხო, ალბათ, მაგრამ ეს ადამიანებიც ხო ფიქრობენ, რომ რისთვის ვკევართ ქუჩაში. კიდევ ერთხელ ვამბობ, თავარი ამოცანა ამითი არ დგება კითხვის ნიშნის ქვეშ, თავარი ამოცანა გასაგებია ქვეყნის გადასარჩენად დგევართ, მაგრამ ეს ქვეყანა როგორ უნდა გადავარჩინოთ, ეს საკითხი ხო მთლიანად პოლიტიკურ პროცესია მიბმული. აბსოლუტურად. პასუხისმგებლობა. ამიტომ ერთადერთი გამოსავალი არის ისევ და ისევ ორი რამ არის. ერთი გამოსავალია, მაგრამ ორ ნაწილიანია. ერთი, თავი უნდა დავანებოთ რაღაცა ოცნებებში ყოფნას, რომ ციდან ჩამოვარდება ეხა ვიღაცა თეთრ ცხენზე ამხედრებული რაინდი. ეს თემა უნდა დავივიწყოთ, ესეთი რამები არ ხდება, არსებობს მოცემულობა, არსებობენ პოლიტიკური ლიდერები, არსებობს პოლიტიკური კლასი და ეს არის მოცემულობა, უნდა მივიღოთ როგორც მოცემულობა. როგორც კი ამას მივიღებთ როგორც მოცემულობას, დავინახავთ გზას, როგორ ვაიძულოთ ეს ხალხი, რომ ერთად იბრძოლონ ქვეყნის გადასარჩენად. მაგრამ თუ ამ მოცემულობას არ მივიღებთ
და რაღაცა მუდმივად ამ ეგზისტენციალურ ჭმუნვებში ვიქნებით, რომ აი არიქა ხვალ და არიქა ზეგ და იქნება იქიდან და ან იმ სოფლიდან, ან იმ ტბის ძირიდან გამოჩნდეს ეს ვიღაც მხედარი, რომელიც წინ წაგვიძღება და გადაგვარჩენს. ნუ აი ესე ვითხოვრებთ რა, ვიცი, როგორც ცხოვრობდით აქამდე და მუდმივად ამ ციკლზე ვიტრიალებთ, იმიტომ რომ მე ეს მხედარი ხანდახან ბიძინა ივანიშვილი იქნება. კი ბატონო, ასეა. მადლობა კაპიტან თინა. მადლობა დაგემშვიდობებით. რეკლამის დროა ჩვენს ეთერში.